itadakimasu. Itadakimasu. ხო. Itadakimasu. როგორია? სუპერია. ძალიან კარგად არის შემწვარი, ხორცი არ არის გამომშრალი. კარგად არის შეზავებული და ძალიან გემრიელია. Teri channelのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、私はとんかつを作ります。いい子だね、ひなた上手。今日は私の家族でおばあさんが来てますので、おばあさんのためにとんかつを作ります。見て。Aber jetzt kommt heute Schön. Muito joba. მოდი ვითამაშოთ. წადი ხნა გამესა. წადი მიდიბებო. შეიძლება. იცის რა თბილი ბებუალი ბეიტობებო. ჰინეტა. არა. გაიმე. შენთან უნდა. ჰინეტა დაიდისკა? ნახე, ხუთება. ჩემი თბილი გოგო. ორინაიდე ჰინეტა. ოპ. და იოგურტა. აქ დამაჩენ ბავშვი ხო როგორ წესრიგიანია. დაგესწრება გინდა? მოიცადე და ეს გამხდაროთ ეს გამ. აი მე როგორ ხდება? ისეთე მე ნოკი ბოია. საიკოდა. ოპა! Śniadała Merita Begowa, to ty muzyki narimashita. Merita Begowa. Gargat! おばさんは日本食ほとんど食べたことないので、今日作ってどんなリアクションになるかなとても楽しみです。では、1、2、3。じゃじゃーん。始まります。今日の材料はめちゃくちゃシンプルです。豚肉、キャベツ、卵とパン粉です。じゃあ今豚肉をしばいていきます。恥ずかしい。めっちゃ綺麗にバブリングしてるよね。はい、今5分経ったのでフリップします。わー、めちゃくちゃ美味しそうな金の色ですね。前はメガトンカツでちょっと失敗したから今も心配してたけど、とりあえず大丈夫でよかった。それできました。そして今よいしょ。ミッションコンプリート。さあ今ちょっと切ってそして中身を見るよ。だから中身は生じゃなかったらいいな。前みたいに。おいや。わあ、やっぱり美味しそうに焼けているよ。で皆さん
ნიოი მომეჩა ისდაში. Campeki.皆さん最後のとんかつも焼けました。そしてこれも切りましょうね。いい肉ですね。こんな感じでできました。はい、皆さん美味しそうにとんかつできました。そして今からみんな食べます。იაპონელები საჭმლის დაწყების წინ ამბობენ ხოლმე ყოველთვის ერთ სიტყვას იტადაკიმას. ეს ნიშნავს გმადლობთ შესაწირისთვის. იტადაკიმას. იტადაკიმას. ხო. იტადაკიმას. ამ საჭმელს ქვია ტონკაცუ და არის ღორის ხორცით გაკეთებული. და ეს წეღან დაფქულის ასე ვახსენე. აი ამაში ჩავყრი ასე სოუსია ეგ. სოუსი. ასე და ესე უნდა მოვურიოთ ახლა სეზამის მარცვლები. და ეს სოუსიც არის ტონკაცუ სოუსი, ანუ ამ საჭმლის სოუსია, მაგრამ ზოგადად ჩვენ იმერამის და ერთად ჭამ. და რო შეჭამ მოინტერესებს შენი რეაქცია. აზრი და ქართულს თუ გავს რამეს. და როგორც აგიხსენე, ეს არის ბრინჯი, სოუსი და კომბოსტო. და ახლა უყურე, შენ ჩანგალი და კიდე ცოტა რთული საჭმელი არის ჭხილისთვის რო არ გიხმარია. ვიცი ხო. და უყურე, აი ესე აიღებ ერთ ნაწილს, რომელიც გიდან ნებისმიერი, ამაში ჩააწებ და შეჭამ ბრინჯთან ერთად. და ის არის მე რა ქვია, ბრინჯს რო შეჭამ, პირველში დაბალანსება რომ მოგინდება გემოსი, უბრალოდ მიაყოლე ისე. და ბრინჯიც მიაყოლე. როგორია? სუპერია. ძალიან კარგად არის შემწვარი, ხორცი არ არის გამომშრალი. კარგად არის შეზავებული და ძალიან გემრიელია. და ეს სოუსი არის რაღაც საოცრება. ძალიან გემრიელი და ბრინჯთან ერთად ანეიტრალებს გემოს, ანუ ყველა გემო შემოდის. კი. ცალკე სოუსი, ცალკე ხორცის კარგი შემწვარი და ბრინჯი კიდე ანეიტრალებს მას. ძალიან გემრიელია. თან კრატუნაც არის, ეს არის და მე საერთოდ მომედაკალს რამდენი ხანია ეს ამიჭამია და რა გემრიელია. აი მამ და რასაც რესტორანებში ვჭამდით ხოლმე ზუსტად ისეთია კანამდე და ეს ძალიან კარგია. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე მარილი მიყვარს. ხო. შეიძლება ცოტა პატარა ვაშლიზმარი მოასხა. კი, რაღაცა მაგისი სპეციალური სოუსიც არის ხოლმე ზოგადად. ეხლა მაგის სოუსი არ მქონია, მაგრამ თუ გინდა სეზამის ზეთი მაქვს და რომ მოასხა, იმაში ძალიან გემრიელი იყო. მოასხა, ნახოთ როგორია. მაგება მამ და მომსწრ ნახოთ, აბა მე გემოებში როგორ ჩაჯდება. მე როგორც ხორცის მოყაროს, ძალიან მომწონს ეს გემო. ძალიან მომწონა. ისეთი კარგი გემო აქვს. კი, თან აი პურთან ერთად თუ სხვა არის, მაგრამ აი ესე პური არ უნდა. კი, პური არ უნდა, ბრინჯი მაგიტო არის კარგი, ის მე უფრო ჩამძინებს პური. ნახე უკვე თავისი გემო წამოიღო ბრინმან. კომბოსტო. კი, იმიტომ რომ მოზესა ძალიან კარგი არის სეზამისთან ერთად. აი ყურე მანდ ახლა მას რას მომსწროსებ? ჩვენთან ახლა საქართველოში ნუ წვავენ ღორის ხორცს რა თქმა უნდა. ეს არის, მაგრამ იცი რას მომსგავსებ? ასეთ შემწვას ხორცს უფრო მეტად აი სახში რო წავთ ხოლმე მწვავ ხახთან ერთად. იმისი გემო აქვს, მაგრამ გაუმჯობესებულია რატო? სოუსის ხარცი. კი, ესე იგი იაპონური საჭმელები მოეწოდებათ რა? საერთოდ წარი საჭმელები მიყვარს. წარე გიყვარს. მე გავიცი. ვიждე, მაგრამ ზომიერად. იაპონიაში აქვს წარე სოუსებიც და ეგეც. აუ მამე და როგორ მოგეწონა მე ქაური ყველაფერი იცი. და დავშევუცბად მე. მამი და არის ბევრ ქვეყანაში დამყოფი, მაგრამ ოცნებათად იაპონიაში ცოტა ხნით მაინც რა შეიხედოს რა ხდება. შემოსულია. მამი დუდისე იაპონიაზე თქვსმენია ხოლმე ადრე რამე. ან ვაფშე საერთოდ თუ ვიყავი ხოლმე დაინტერესებული. იაპონიაში ვიყავი დაინტერესებული, ძალიან მინდოდა სპეციალური რაღაცა მარკეტინგი აქვს მაგათ კომპიუტერებისა და აი ეს აწყობა რო ხდებოდა ხო რაღაც თავისებურად აწყობდნენ ისინი იმას მობილურ ტელეფონებს რაღაცებს დეებდნენ და მამაში დახარინა ხო იმას ხონდა და უკეთდებოდა. მაგარია. მომაჟრაიდეს და გარემო კარგი და ბოტონა. პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა. გოგიტყურა მე მაგრამ დაინტერესდა. აი
აი როგორ აკეთებდნენ მაგას და როგორ აწყობდნენ ტექნიკას, მაგის იყურება. მანქანებს და რეგულაციებს ხო? ვაა, სუგოინა. არა და ბიოლოგია. პროფესორი ვარ ბიოლოგი, მიკრობიოლოგი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს აი ტექნიკა, წყობა, აი შენით რა არის, როგორ ხდება, ასაც სადაც ვარ ევროპაში ნამყოფი და გინდაც თურქეთში ძალიან კარგი სანელებლები აქვთ. აი გიждები, როგორც ინდური სანელებლებია და მე ინდურ სანელებლებს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მძაფრია და ჩემთვის მძაფრია და მე ვერ ჭამ ინდურ სანელებლებს გაკეთებულ ბრინჯს. და სხვათა შორის ამბობენ, რომ იაპონიაში უფრო მასთან შედარებით სუპუ. კი, არის რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რაღაცები არის და მე როგორ იყოს კარგი ჭა. გურმანი ხო? ესენი იცი საიდან გვაქვს? ეს არის ჭხირის დასადები, ასე არის რომ იყენებ, ასე რომ დადო ხოლმე რა. რომ ეს მაგიდა არ დაისვაროს და ესენი ჩვენ რო იაპონიაში ტოკიოში ქონა ფანების შეხვედრა, იქიდან გვაქვს ეს იმათ მაგვაჩუქეს ჭხირის დასადები. წარმოიდგინე თუ ფანები ყავს და ინდინის საჩუქრები მოგვიტანეს იქ რომ შევხვდნენ. ეს თავი გვეგონა ვარსკვლავები. იაპონელ ხალხზე რა წარმოგიდგენა გაქვს? მე ვფიქრობ, რომ ძალიან განვითარებული არიან გონებრივად. ძალიან აი პუნქტუალურები უნდა იყვნენ. თავაზიანი ხალხი არიან. ძალიან თავაზიანი. და ასე მგონია, რომ მეგობრული არის. შენ იაპონიაში ხო არ იყავდა ხორბინა? მათთან დრო ფასობს, ისე როგორ წყვეტან. კი. და ჯიჯი ყავს მამი და მე. ალბათ მე კიდევ ასამბლე მე მეგონი ჩემი სულიანად რომელიღაცა იქნება, ჯან სადღაც იმისათვის ბრინჯი უყვართ. აი შენ ახლა ხო გავს ჩვენ იმდენად არ გვაქვს ევროპის ქვეყნებში ხო ძალიან ბევრი ხალხი წასული და რა თქმა უნდა იმათი საჭმელის რესტორანში ასამდე დაგიგემონებია. და უყურე იაპონიაში არის ხოლმე რესტორანში, თითქმის ყველა რესტორანი სადაც არ უნდა წახვიდე, აი ბრინჯი ხო მოყვება ზოგადად ყველაფერს და კომბოსტო ხო. ესენი არის შევსებადი. აი ამას რო შეჭამ ბრინჯი ხო გამოგერია უფასოდ გივსებენ. ამდენსაც დავიბატეთ მაშინ კი, დავიბატეთ ჩვენც გვაქვს. მომიცდაგიბატო თუ უფასო არის. ინდა ორიტე აბუნაიო. ჩამოდიდეიდა. ეს მაგარი ფაქტი აქვს, რომ ჭხირის გამოყენებაზე ხვდებიან როგორი ადამიანი ხარ, როგორი განათლება ხო, მე ჩემზე არა, მაგაზე არა, კაცი. რო ისწავლი გამოყენებას და უკვე გაიწაფები, ეს არის პირველად მას შვები. აბა, ვერავითი კარგად, მაგრამ არა უშავს. ოჩახ. კიდე არის რომ ჭხირს რო ამოძრავებ, ხელის ისეთი კუნთი მოძრაობს, რომელიც არასდროს მოძრაობს, ოსა ჩანგალს ანამ ეს ხას იყენებ. ეს აქ მოძრაობს კუნთი და ეს არის ძალიან კარგი ტვინისთვის, გასაუმჯობესებლად ზოგადად. აი სხვათა შორის რაც მე ჭხირის ჭამას მიმეჩვია, ჩანგლის ჭამას გემოს ვერ ვატარ. ეს ხო ხისგან არის დამზადებული. ხო ხის სტრუქტურაა. ხის სტრუქტურა საკმაოდ და თავისი გარედან ეს დამუშავებულია, რომ და იყოს, მაგრამ მაინც ხო ხეა. თავისი სითხესავით აქვს, რომელიც თვითონ საჭმელსაც გემოს აძლევს კარგს და გემრიელად მიირთმევს. უი, მოიცადე წოდი ბოდიში წერ არა ტოკითხე მაგაზე. ეგეთი რამე გინახავს ხო და მეკითხა ევროპაში. შევსებადი ვარ უფასოდ რო გივსებენ იმებს. ბრინჯს და კომპასად არ არის ხო? უფასოდ ბარტო პულს ამატებენ. აი, მაგალითად მე სუში მაქვს ნაჭამი. პოლონეთში ვჭამი, სხვადასხვა პოლონეთში რო ვყავ, რესტორანში დაგვპატიჟდა ჩვენი კორეელი ყავდა უფროსები და პოლონელები და თელი ისინი კოლექტივ დაგვპატიჟდა. ძალიან იქვე გამუკეთეს. სუში. აი, სუში შეჭამდი სავარაუდოდ. აი, არ ვიცი, მე ხო საჭმელები მიყვარს. იმდენად კარგი სუში იყო, მე პირველად ვჭამე ეს სუში, ასეთი კარგი. იქვე ჩვენს თვალწინ იმედები და გადასარევი იყო. ოჩახ. ჩამივარ დასწრებით, მაგრამ არა, მოგიღე. კი არ არის. როგორი იყო ყველაფერი, აბა როგორ მოგეწონა? გემრიელესი, კარგი სამზარეულო იაპონელებს ის წამთხე რა ვიცი. ძალიან გემრიელი იყო, კონკოჩი. მადლობა, რომ დამპატიჟეთ ასეთი საჭმელზე, გემრიელებებზე და ვფიქრობ, რომ აი ესეთი საჭმელი საქართველოშიც უნდა დაინერგოს. მაგრამ просто მე ვთქვი, რომ აი მარტო საჭმელს რომ ამთავრებთ ხოლმე, ამბობენ სიტყვას გოჩისო სამა დეშტა. გოჩისო სამა დეშტა. და ეგ ნიშნავს, რომ მადლობას გამოხატავ ისევ იმ ინგრედიენტების მიმართ, რაც მიიღე და ადამიანის მიმართ, ასევე ვინც მოგიმზადა. აბა გოჩისო სამა დეშტა. მადლობა. では、ということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またね
Bye.